მოგესალმებით, მადლობა რომ მობრძანდით, მადლობა რომ მოგვიწვიეთ. მე ეხა ვეცდები რომ რაც ალექსანდრამ თქვა, ის კიდე უფრო სამეცნიერო არგუმენტებითაც დავტვირთო, გულისხმობ ანალიზებს, რომლებიც ჩვენ ჩავატარეთ ამ რეგიონებში. პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ ამას ექნება ასევე ის ხაზი, რომ რაც ხდება დღეს ყველა აი მთელი პოლიტიკური ასე ვთქვათ აი ეს ავტორიტარიზმისკენ სწრაფო რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გაიარა, ისიც გამოჩნდება აქ, იმიტომ რომ ძალიან ნათელია როგორ შეიძლება აი როგორ აისახება მთლიანი პოლიტიკა აი ამ დაბინძურებასა და ბუნებრივი რესურსების ამ ველურ მოპოვებაზე. და იმით დავიწყებ, რომ ნუ მეც ალექსანდრასავით გამოცდილება მაქვს რაღაც ამ აქტივისტურ ასე ვთქვათ საქმიანობაში და დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ მე ვიყავი ერთ-ერთი მოძრაობის წევრი და იქ დიდი ხანი ვაწყდებოდით ასეთ პრობლემას, რომ სახელმწიფო მუდმივად უარყოფდა ყველანაირ დაბინძურების ფაქტებს და რაც არ უნდა მოეტანათ ასე თქო კვლევები, ყოველთვის ცდილობდა სახელმწიფო რომ ეთქვა რომ ეს კვლევები საკმარისი არ არის, ეს კვლევები არ არის სანდო და ასე შემდეგ. და მათ შორის ახლა ჩვენც როგორც ასე ვთქვათ, მე ხა არქეოლოგი ვარ და ჩემთვისაც რთული იყო თავიდან ამ ყველაფრის ასე ვთქვათ ამ ყველაფერს ჩართვა და შესაბამისად მე აღმოვაჩინეთ რომ საჭირო იყო გარკვეული მტკიცებულებების მოგროვება, რომელსაც უნდა ქონოდა სამეცნიერო საფუძველი და რომ ზუსტად სამეცნიერო ინფორმაციის პოლიტიზირება უნდა მოხდარიყო, იმიტომ რომ სხვაგვარად უამრავი შარლატანი ცდილობდა ამაზე, ასე ვთქვათ, მოეხდინა გარკვეული ასე ვთქვათ ქულები დაეწერა და გაეგრძელებინათ ის დანაშაულებრივი საქმიანობა, რომელსაც დღემდე აწარმოებენ. ამიტომ ჩვენ რამდენიმე ადამიანმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ინსტიტუტები, უბრალოდ კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც ინსტიტუტის მსგავსი ორგანიზაცია, რომელიც შეძლებდა, რომ ამ ყველაფერზე ესაუბრა და ამ საინფორმაციო, ანუ თქვით მეცნიერების მობილიზებით მერე უკვე გამოეყენებინა სამეცნიერო ინფორმაცია იმისთვის, რომ აი ეს საკითხები გაეშალა. ნუ ესეთი არის მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო კვლევითი პლატფორმა შევქმნით, რომელიც დაკავშირებულია ასევე საზოგადოებრივ პლატფორმასთან. იმით დავიწყებ, რომ ზოგადად ბუნებრივი რესურსების მოპოვებას და განსაკუთრებით აი ასე ვთქვათ სამთო მოპოვებას თავისი ძიმე გავლენა აქვს გარემოზე, აქ უბრალოდ შეიძლება დაინახოთ, რომ ზოგ შემთხვევაში იჟონება წყალი, ზოგ შემთხვევაში აფეთქებების შედეგად მტვრის სახით იფრქვევა, ასე შემდეგ და ყველაფერი საბოლოო ჯამში მაინც ადამიანების და ცოცხალი ორგანიზმებზე ზემოქმედებს ძალიან უარყოფითად. გარდა იმისა, რომ ეკონომიკურადაც გვაღარიბებს. აქ ეხა მოცემულია, აღარ შევყვები ძალიან ესე დეტალურად, მაგრამ ყველა ის მძიმე მეტალი, რომელიც მოიპოვება ან არ მოიპოვება და იკარგება ადამიანის ორგანიზმზე ძალიან დამაგრეველი, ასე ვთქვათ, ზეგავლენას ატარებს და რაც მთავარია, ამას ყველაფერს მტკიცებულებები, ამ სამეცნიერო მტკიცებულებები ამას გვიჩვენებენ. და ის რაოდენობები, რასაც მე თქვენ გაჩვენებთ, თქვენ დარწმუნდებით, რომ ეს კიდე გაცილებით უფრო დრამატულია. ჩვენ სანამ დავიწყებთ ამაზე მუშაობას, მოგეხსენებათ, რომ ორი ძირითადი ქალაქი, ინდუსტრიული ქალაქი გვაქვს ეხა, ქალაქის სტატუსი წართმეული აქვს ზოგიერთს, მაინც გვაქვს ეს ადგილები, სადაც მოპოვება ხდება. ერთი არის ჭიათურა, მეორე არის კაზრეთი, სადაც ორივეგან საკმაოდ დიდი ხანია მოპოვება მიმდინარეობს და ამისათვის ჩვენ დაგვჭირდა, რომ გამოგვეყო კონკრეტული დამაბინძურებლები ზოგადად მანამდე ჩატარებული კვლევების საფუძველზე. ეს მანამდე ჩატარებული კვლევები ვინც ჩაატარა უბრალოდ ეს კვლევები, ის ადამიანები შემდეგ ჩვენ მოვიწვიეთ ამ კვლევით საქმიანობაში, გარკვეული პროექტები განხორციელდა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის დახმარებით, უბრალოდ ასე ვთქვათ, საგრანტო ასე ვთქვათ, პროექტების მეშვეობით და ჩვენ ჩავთეთ ის ადამიანები, ვინც წლები მუშაობდნენ ამ მიმართულებით. და გამოვყავით ახლა არის დაბინძურების და ანუ თვითონ ობიექტები და ასევე აგენტები. აგენტებად შეიძლება ჩავთვალოთ მტვერი, წყალი, ქარი
მაგრამ ასევე წყალი და ნიადაგი, მტვრის და ქარის და თავად წყლის მეშვეობით ნიადაგი ისევ ბინძურდება თავისთავად. შემდეგ განვახორციელებთ დაკვირვება, რომელიც გვიჩვენებს, აი ხა ეს არის თქვენ ხედავთ აფეთქებები არის მადნის მოპოვებისას კარიერები, ეს არის საყდრისის კარიერი, ანუ ეს ტერიტორია ალბათ ზოგს გაგახსენებთ, რომ დაახლოებით 10 წელი გავიდა, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი შეეწირა ამ ყველაფერს იმის გამო, რომ ეჩქარებოდათ ასე ვთქვათ ამოღება და ეს იყო მსოფლიოში ყველაზე ძველი არქეოლოგიურად დადასტურებული ოქროს მოპოვების კერა, რომელსაც რამდენიმე წლიანი ბრძოლა მოყვა. და აქ ზოგიერთ თქვენგანიც იყო ჩართული, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში, ამ ძეგლის დაცვაში. და არა მარტო. ამას გარდა შრომითი უფლებები, რომ დღემდე და მანამდე ირღვეოდა და გარემო ბინძურდებოდა, ეხლა კიდე ერთხელ გაჩვენებთ. ეს არის აფეთქებები, რომლის შედეგადაც ეს მტვერის სახით გაიფრქვევა ასე ვთქვათ, მძიმე მეტალები, ანუ მტვერთან ერთად მძიმე მეტალები, რომლებიც მე გარშემო ეფინება ტერიტორიას, გარდა იმისა, რომ ჰაერშია და სუნთქავენ ადამიანები, ასევე ის მოეფინება გარშემო ტერიტორიებს და შემდეგ, რა თქმა უნდა, ხვდება ადამიანების და ცოცხალი ორგანიზმებში. მოგეხსენებათ, რომ ეს მეტალები, ასე ვთქვათ, მიგრაციას განიცდიან ვთქვათ ნიადაგიდან, ანუ წყლიდან ნიადაგში, ნიადაგიდან შემდეგ მცენარეულში. არსებობს ამისი საწინააღმდეგო, ასე ვთქვათ, მეთოდები, რითიც შეიძლება რომ მოხდეს შეკავება აი ამ პროცესების, როდესაც ვთქვათ ნიადაგიდან მცენარეულში ხვდება აი ეს მძიმე მეტალები. შემდეგ ასევე არის ეს ახლა თქვენ ხედავთ კაზრეთის ტერიტორია, სადაც რამდენიმე მდინარე აი კატასტროფულად ბინძურდებოდა და ეხაც ნაწილობრივ ასეა საქმე და მე ავხსნი რატო, თუმცა აი ეს მდგომარეობა იყო და სახელმწიფო ამბობდა, რომ ეს დაბინძურება არ არის. მათ შორის ეხაც და მაშინაც მომუშავე ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს დაბინძურება არ არის. ეს თურმე რაღაც წვიმის ბრალია და ასე შემდეგ. საბედნიეროდ მე საჯაროდ მაინც მოუწიეთ აღიარება. ასევე დაბინძურების წყარო არის ერთის მხრივ ზუმფის წყალი, რომელიც აი კარიერების ძირში გვაქვს, რომლებიც მე შეხებაში მოდის მიწისქვეშა წყლებთან დააბინძურებს და ასევე კუცაცავი, რომელიც ეს არის, ხა ეს გახლავთ აი აქ ეს არის კუცაცავი, რომელიც საკმაოდ ძველია, დამბა რეალურად აშენებულია, ასე ვთქვათ, ნიადაგის მიწით და ეს მთელი წყალი სავსე მძიმე მეტალებით ჩადიოდა აი ამ მდინარეებში პირდაპირ და არა მარტო ეს კიდე სხვა ტერიტორიებიც არის, საიდანაც გაედინება წყალი. ეს წყალი პირდაპირ ჩადიოდა მდინარეში, არაერთხელ მოხდა ეს და დიდი ხნის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ეს არაფერი არ არის და ზოგიერთი ფსევდო მეცნიერი გვიმტკიცებდა, რომ ამის დალევა შეიძლება თურმე ისეთი სუფთაა. ასევე ეს არის ჭიათურა უკვე ალექსანდრემაც გაჩვენეთ ფოტო, მაგრამ მე კიდე ერთხელ მინდა რომ გაჩვენოთ, აი რა მდგომარეობა, ეხაც კი ეს არის 2021-22 წლებში გადაღებული და რეალურად აი აქაც ხედავთ, რომ აქ ეხა იმაზე არ არის საუბარი, რომ შეიძლება რაღაცა თევზმა რაღაც მიიღოს, ასე ვთქვათ, რაოდენობა მძიმე მეტალის და ამან იმოქმედა. აქ თევზიც ვერ იცოცხლებს საერთოდ. ცოცხალი ორგანიზმები ამ მდინარეში არ არსებობენ. და ასევე არის სანაყაროები, რომლებიც სანაყაროების გარდა არის ეს ღია კარიერული მოპოვების შედეგად გამოჩენილი ეს ასე თუ მთელი ფერდობები, ამ ფერდობებზე შემდეგ გროვდება, ანუ ამ სანაყაროებზე ხშირად გროვდება ფუჭი, რატომ არ არის ამას მე კიდევ ვიტყვი, მაგრამ ფუჭი ქანები, ვთქვათ, გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენები, რომლებიც აი ესე განლაგებული არის, ალბათ, რამდენიმე 10 წლეული იყრებოდა უბრალოდ ყოველგვარი, ასე ვთქვათ, სისტემატიზაციის გარეშე იყრებოდა და შემდეგ წვიმის ზემოქმედების შედეგად ეს დამაბინძურებელი
ასე ვთქვათ, ელემენტები მოძრაობაში მოდიან და შემდეგ წყალში აღმოჩნდებიან ხოლმე, რაც თითქოს არაფერია, თუმცა რა არის, ამას მე კიდე გაჩვენებთ. ხო, ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ამ ყველაფერს ქონოდა მტკიცებულება, რომელზეც მე ვერ იტყოდა ხელისუფლება, რომ ესე არ არის და არ გეთანხმებით და რაღაც შეგეშალათ და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ მაქსიმალურად ბევრი სინჯები აგვიღო და მტკიცებულება გქონოდა და სხვადასხვა ჩაგვერთო სხვადასხვა ინსტიტუტები სამეცნიერო ამ მიმართულებით. ეხლა ეს გახლავთ კომპანია RMG-ის სალიცენზიო ტერიტორიები, რომლებშიც არ არის მოხვედრილი გარკვეული სხვა ტერიტორიები, რომელსაც მე გაჩვენებთ, რომლებიც კიდევ უფრო ფართოვდება და უკვე კოლოსალური აი თქვენ ხედავთ, რომ აი ამ ტერიტორიაზე არის კაზრეთი, რომელიც რეალურად ალყაშია უკვე მოქცეული მოპოვების და არ ვიცი რა ეშველება მაგ ადგილს და მაგ ადამიანებს ზოგადად იქ ცხოვრობენ. ხო, აქ ჩვენ ვეცადეთ, რომ გაგვერკვია ჯერ პირველად ასე ვთქვათ დაკვირვებით, რომ მე გაგვერკვია ეს განლაგება, ასე ვთქვათ, ამ ტერიტორიების თუ რომელი რა დანადგარი, ასე ვთქვათ, რა საწარმო ობიექტი სად არის განლაგებული, რომ ამის მიხედვით მე განგვესაზღვრა მაგალითად სად აგვეღო სინჯები. ავიღეთ აი ძალიან დიდი რაოდენობის სინჯები, რაც მანამდე არც ერთ კვლევაში არ აუღიათ. და მე გადავანაწილეთ სხვადასხვა ლაბორატორიებში, ხო? ნუ ეს პროცედურებიც აღვბეჭდეთ მაქსიმალურად ისე, რომ მე არაფერი არ ეთქვათ, რომ ჩვენ რაღაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც საჭირო იყო და შეცდომები დაუშვით და ამიტომ არ არის სანდო, ამიტომ მაქსიმალურად თავად მკვლევარებთან ერთად ვიდეო მასალაც გვაქვს გადაღებული, რომ მე არ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ლაპარაკი ამ თემებზე და აქ ჩაერთო რამდენიმე ლაბორატორია. ერთი არის ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი, მეორე არის ნოდარ კეკელიძის ნივთიერებათა კვლევის ინსტიტუტი, ასევე არის ნათაძის სახელობის ინსტიტუტი, რომელიც აქვე მდებარეობს, რომელმაც ჩაატარა ასევე კვლევები და მანამდე კიდე როგორც ჩანს 2016 წელს ჩვენმა კოლეგებმა ჩაატარეს ასევე კვლევა წყალზე, იქაც ნუ ასე თუ ისე დიდი რაოდენობით სინჯები იყო აღებული, მე გამოჟონა ასე ვთქვათ გარემოს დაცვის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ერთ-ერთი სიპიდან ასე ვთქვათ ინფორმაციამაც და იქაც ყველა მოკლედ ერთმანეთს დაემთხვა. რეალურად ამიტომაც კი მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო დიდი კომპანია RMG-ნო და ემტკიცებინა, რომ იქ არაფერი არ ხდება, რომ ყველაფერი კარგად არის, საბოლოო ჯამში ამ კვლევების ერთობლიობამ ბოლოს და ბოლოს აღიარებინა სახელმწიფოსაც და კომპანიასაც დაბინძურება არსებობს და ამაზე დიდი დავები მოგვიწია, თუმცა ამ დავებს ახლა სამეცნიერო მტკიცებულებები უყარებდა საფუძველს ამან ასე თუ ისე აღიარებინა და თუ რატომ აღიარებინა ამას კიდე სხვა პოლიტიკური ასე თქვა შეიძლება საბაბიც ქონდა. ხო, და ნუ ეს სინჯები ატომურ აბსორბციულ აპარატებზე სხვადასხვა ადგილას გავაკეთეთ და მე არ დავიწყებ ახლა ყველა იმის ჩვენებას, როგორ თქვა, ყველა შედეგის ჩვენებას უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე ვაჩვენებ, იმიტომ რომ დრო ბევრი არ აქვს, ხო? აი ხა თქვენ ხედავთ, რაც ალექსანდრემ თქვა, რომ აი ძალიან სწრაფად ხდება ამ მოპოვების შედეგად ზიანის მიყენება გარემოზე, აი თქვენ ხედავთ, რომ 2014 და 17 წლებს შორის, ან 17 წლში ჩვენ ავიღეთ, უბრალოდ შეგიძლიათ შეადაროთ კადმიუმის, ასე ვთქვათ, ზრდა. და აქ მაშინაც მეტი იყო დასაშვებ ზღვარზე, ეხა კიდე გაცილებით მეტი იყო. აი მინდა გითხრათ, რომ აი მდინარე ფოლადაურში 1000-ჯერ მეტი იყო შემცველობა კადმიუმის, ვიდრე დასაშვებია. როცა კადმიუმი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მოწამვლელ მეტალად, ხო? აქ ასევე ხედავთ თქვენ, ეს არის უკვე ტყვის ასე ვთქვათ ანალიზები, რომლებიც ასევე იგივეს გვაჩვენებს. და კიდევ რაც თავარი აფეთქებების შედეგად ჩვენ დავადგინეთ, რომ იმიტომ რომ ტყვია უფრო მძიმეა ვიდრე კადმიუმი, ტყვია მოეფინება უფრო ახლო ტერიტორიას, მათ შორის არის სოფელი ბალიჭი, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით ეფინება ეს ტყვია და დაბინძურება შესაბამისად მაღალია და ტყვია ძალიან მომწამვლელია, ხოლო რაც შეეხება კადმიუმს, უბრალოდ პირიქით იყო, ხო? ნუ კადმიუმს რაც შეეხება, კადმიუმი გაცილებით დიდ ტერიტორიებზე მიქონდა, იმიტომ რომ ატომური წონა უფრო
უფრო დაბალი აქვს და ხშირად იყო ხოლმე სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს წარმოუდგენელია, რომ თქვა ზედასოფლებში მოხვედრილიყო, მაგრამ ჩვენ დაუსაბუთეთ ჯერ ერთი გეოლოგიაში ვიცით, რომ ეოლური წარმოშობის ქანები, ანუ ნაწილაკები შეიძლება საჰარადან მოხვდნენ საკმაოდ შორს, თქვა ბრიტანეთის ტერიტორიაზე, ხო და ესეთი გასაკვირიც არ იყო. მით უმეტეს, რომ თქვა იმ ტერიტორიებზე 2014 წელს არ იყო ესეთი დაბინძურება კადმიუმის, მერე იყო და ამასთანავე კადმიუმი და ასე ვთქვათ, ესე თუთიაზე იყო საუბარი, რომლებიც ესე მარტივად ესე არ ხდება. კი, იყო მცდელობა და ეს დაემტკიცებინათ და ეთქვათ, რომ თითქოს გეოქიმიური ანომალია იყო, თუმცა ჩვენ აქვე არის რაღაც ის შენობა გეოლოგიის დეპარტამენტი, სადაც ჩვენ ვნახეთ, რომ არანაირ გეოქიმიურ ანომალიებს აქ ადგილი არ აქვს. ხო, ამის შემდეგ ჩვენ როცა დავასაბუთეთ ეს ყველაფერი, მე უბრალოდ მოკლედ გაჩვენებთ, იმიტომ რომ არის დიდი ვრცელი ანგარიშებიც არის. სახელმწიფომ დააკისრა კომპანიას გარკვეული ვალდებულებები, რომლის შესრულებაც დაიწყო, მაგრამ და გარკვეული წინსვლა იყო, მინდა ვთქვა. აი თქვენ ხედავთ ეხლა მაგალითად აი ტერიტორიაზე მე გითხარით რომ წყალი მუდმივად ჩადიოდა და შემდეგ აქ სატუმბი დანადგარები დაყენდა და იმის მერე უკვე იტუმბებოდა მე პირადად რამდენჯერმე ჩემი თვალით ვნახე როგორ ხდებოდა ეს და ზუსტად აქ მათ აღიარეს რომ აი პირველად ხედავთო ეხაო რომ ეს წყალი არ ჩადის მდინარეში ანუ მანამდე ამბობდნენ რომ არ ჩადისო და მე აღიარეს იმიტომ რომ რაღაცა მე მგონი სიამაყის გზნობა დაეუფლათ რომ რაღაცა გააკეთეს ცხოვრებაში ისეთი და ასევე სხვადასხვა სანაყაროები რომლებიდანაც აი ესე იჟონებოდა წყალი ნუ რაღაცა დატერასება მოხდა გაკეთდა გარკვეული ასე ვთქვათ წყალდაცვითი ღონისძიებები მაგრამ და ასევე გამწმენდები ეხლა ეს გამწმენდები კი იმუშაობს მაგრამ ჩემი ინფორმაციით რაღაც პრობლემები აქვს მე უკვე იქ აღარ ვარ დიდი ხანია იმიტომ რომ ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის ასე ვთქვათ ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ის ნაბიჯები და ის გეზი რომელიც აირჩია პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ქაბატონმა ბითაძემ ხო, რისი თქმა მინდოდა, აქაც ძალიან ნათელი იყო, რომ 2020 წლამდე სანამ არჩევნები იქნებოდა, შედარებით გვისმენდნენ, კახაკუჭავა იყო მაშინ თავმჯდომარე კომიტეტის და გარკვეულ რაღაცეებზე მოდიოდნენ, 2020 წლის შემდეგ უკვე ბოლოსკენ უკვე კახაკუჭავა ჩაანაცვლა ნინო წილოსანმა, რომელიც საერთოდ ვერ ერკვევა, ანუ რა ვიცი, აი როგორ გითხრათ, აი არ იცის კი კონსტრუქციულად მიდგებოდა, მაგრამ არ ესმოდა არაფერი და შედეგად გაგვიჭირდა კომუნიკაცია და შემდეგ უკვე ქაბატონი მაია ბითაძე რომ ლამის მაგიდაზე ხელების ბრახუნით გველაპარაკებოდა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, ზუსტად მაშინ დაიწყო საერთაშორისო შუქრუთის პირველად რომ ამოიკერეს პირი და მაშინაც აი ძალიან უხეში მოკლედ კომუნიკაცია გქონდა და რეალურად ეს არ არის რაღაცა პიროვნული საკითხი, ეს არის სასახად პოლიტიკის და ავტორიტარიზმისკენ მიმართული აი პოლიტიკის თანმიმდევრული ძალიან ლოგიკური შედეგი. და ამის შემდეგ უკვე იქ სამუშაო ჯგუფი დარჩა, მე დავტოვე სამუშაო ჯგუფი, მაგრამ სამუშაო ჯგუფში კიდე არის ერთი ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს, მაგრამ მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში რაც არ უნდა მოხდეს, აი ამ კედელთან შეჯახებას აზრი არ აქვს. და ამიტომ წყლის ნახვა გამოდიოდა იქ ყოფნა, ამას დაემატა ის, რომ თქვენ ხედავთ, რომ აი ეს ტერიტორიები უკვე ბნელი ხევი, ასევე მუშევანი, აი ტერიტორიები მთლიანად და კიდევ უფრო მეცაპირებენ ჩემი ინფორმაციით და რეალურად უკვე ისეთ დონემდე მივიდა მოპოვდა და ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ თქვათ მივადექით ასე ვთქვათ, აი ისაც გაკეთდა შეიძლება დაკარგოს სრულიად აზრი. ასევე იგივე გაკეთდა, ვთქვათ, გავაკეთეთ ჭიათურაში, სადაც ასევე ავიღეთ სინჯები, ლაბორატორიებში გავაკეთეთ და აქაც 107 ჯერ 600 ჯერ აი მაგალითად ბოგირის წყალში საერთოდ რომ განახეთ 3000 ჯერ უფრო აღემატება დასაშვებს მანგანუმის შემცველობა, რაც ერთის მხრივ ის კი არ არის მარტო რომ ბინძურდება, არამედ იკარგება მნიშვნელოვანი რესურსი და მეორე დღესვე ჩვენი კვლევის გამოქვეყნებიდან ჩავიდნენ იქ და დაიწყეს აი ამ თითქოს ყვირილას გაწმენდა, მაგრამ რეალურად ეს არის რესურსი, რაც მე ალბათ დიდი ალბათობით გამოიყენეს კიდევაც. თუმცა ეს იყო უბრალოდ ფასადური
სახე ქონდა, როცა მე სხვადასხვა წყაროებიდან მუქარებს გვითვლიდნენ, რომ გვიჩივლებდნენ და იმას გვიზამდნენ და ამას და ნეტა ეჩივლად უფრო რაღაც ის იქნება. ხო, აი სადაც მივდივარ, საერთკენაც მივდივარ, ეხლა სამთო მოპოვების ეს დამაბინძურებელი ელემენტები რეალურად არის რესურსი. ეს არის ის, რამაც შეიძლება დიდი მოგება მოუტანოს ქვეყანას თუ გადამუშავდება და ასევე ის მიდგომები, რომლებსაც ეს კომპანიები იყენებენ, საერთოდ, არ ვიცი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და იმაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რომ აი თან მე რასაც გაჩვენეთ, ეს არის თანამედროვე ასე პირამიდა მოპოვების, რომელიც გულისხმობს, რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მდგრადად მოვიპოვოთ, შევამციროთ მოპოვება, დაგეგმილად მოვიპოვოთ, რომ ერთდროულად არ გავხსნათ აქ როგორც არის ათასობით ჰექტარები და შემდეგ გავაუდაბუროთ იქაურობა, რომ ეს სხვა ვერ მოიპოვოს. ამასთანავე ეს კომპანიები მოიპოვებენ გამოხშირვით, ანუ ის რაც ძალიან მომგებიანია, მხოლოდ იმას დანარჩენს ყრიან. ჩვენ თქვათ აი მადნეულის დიდი კარიერისთან დაკავშირებით ქონდა ლაპარაკი, რომ კომპანიამ გამოაცხადა 20 წელშიო ჩვენ დავამთავრებთო და მერე არ გვაინტერესებს რა მოხდებაო, სახელმწიფომაც რაღაც წალში დაიგუპა პირი და საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ თქვეს, რომ ჩვენ არ ვიცით მერე რა მოელისო, მერეო იქ რა დარჩებაო. არა და ძალიან დიდი რესურსი ჩდება, რაც საჭიროა, რომ მცირე კომპანიებს მიეცეთ საშუალება, მაგრამ რეკულტივაციას მცირე კომპანია ვეღარ გააკეთებს. ამიტომ ეს იყო იმის მანიშნებელი, ჩვენ წავალთ, მერე იქ ვიღაც ეგრეთ წოდებული ლეშჭამია კომპანიები მოვლენ, ცოტას მოიპოვებენ, მერე დარჩება ეს ყველაფერი ეს. რაზეც დიდი ხანი მიდიოდა დავა, მაგრამ მერე პრობლემები ძალიან ბევრია, როგორც ალექსანდრამ თქვა, კონტროლი არ მიდის, ზიანი გაცილებით მეტია ვიდრე მოგება, ისიც რასაც ვითვლით, გასაიდუმლოებულია ინფორმაცია რა რესურსი გვაქვს. მე ერთხელ ვცადე, რომ საყდრესის კარიერთან მიმართებაში რაღაცა ესე კუსტარულად დამეთვალა, მხოლოდ ოქროზე, იმიტომ 7 ტონა ოქროზე გაიცა ნებართვა ოფიციალურად, მაგრამ იქ რამდენია არ ვიცით, სხვა მეტალებიც არის იქ რაც შეიძლება მოპოვებულიყო. უბრალოდ ოქროზე, აი ესე შავად დავითვალე რაღაცა, ვთქვათ, ნახე ხელფასები როგორ იყო ასე შემდეგ. 280 მილიონიდან აი რო გაგეწელა ხარჯები ყველაფერი, 200 მილიონზე მეტი მოგება რჩებოდა კომპანიას როგორც არაფერი. დოლარზე მაქვს საუბარია. ოღონდ მე დავითვალე, ახლა მოგიხსენებათ, რომ ხო, ანუ არ არის ღია ხელმისაწვდომია. 7 ტონა ოქროზე შავად დავითვალე და 200 მილიონი გამოუვიდათ. ოღონდ მარტო ძალიან მცირე ბორცვზე, საყდრესის ბორცვი არის, აი ძალიან პატარა და რეალურად მოპოვება გაცილებით დიდ ტერიტორიებზე ხდება. საზოგადოების ჩართულობა ხო ფასადურია, ესეც ვიცით. ხო, რაც თავარია, ეხლა ამ გზაზე შეიძლება, რომ მაინც ვიღაცამ გაითვალისწინოს ის, რომ ეს მეორადი მოპოვება და მაქსიმალურად ამოღება მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ აი თუ წარმოვიდგეთ კადმიუმი, მაგალითად, კადმიუმი კი არის ეხლა ძალიან საშიში ელემენტი, თუმცა მისი გამოყენება და განეიტრალება ამ გამოყენებისას შესაძლებელია. ანუ ის რაოდენობა, რაც აბინძურებდა გარემოს, რომ მოიპოვოს ვიღაცამ, შეიძლება გამოიყენოს თქვათ რაღაცა გამოსხივების დეტექტორების, ბირთვული რეაქტორების, ელემენტების ასე ვთქვათ წარმოებაში, მაგრამ აქ ასევე ხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს კანონი, ასე ვთქვათ, სასაგრებო წიაღისეულის მოსაკრებლების შესახებ. გადასახადები რომ საერთოდ არაადეკვატურია, მაგაზეც აღარ უბრალოდ აქ თუ შეხედავთ, რა ჯდება კადმიუმი 1 ტონა ოქროზე, ვაიმე. იქ წერია, რომ რეალურად იმდენია გადასახადი, რომ მოპოვების სურვილი არ გაუჩნდება არც ერთ კომპანიას. და რატო არის ესე მინისტრს ვკითხეთ ერთხელ და ვერ გვიპასუხა. აი ხედავთ, რომ რაღაცა 1 ტონაზე რაღაც 80,000 ლარია გადასახდელი და რა ის აქ ლოგიკა ალბათ არ ვიცი მე ვერ ხვდები, მაგრამ რეალურად კადმიუმის მოპოვებით ერთის მხრივ შემცირდება ზიანი, რომელიც ადამიანებს და ცოცხალ ორგანიზმებს და გარემოს ადგება და მეორეს მხრივ ეს გადაიქცევა რესურსად, რომელიც შეიძლება საკმაოდ სარფიანი აღმოჩნდეს, რო ვთქვა. ამასთანავე ის პროცესი, რაზეც ცოტა მოკლედ ვიტყვი, ჩემთვის ის არის, რომ ჩვენ ახლა ვადგებით იმ ეტაპს, როდესაც აი ესეთი მოპოვებები მარტო ერთ ქვეყანას აღარ ეხება, ეს ეხება ყველაფერს, იმიტომ რომ კლიმატური ცვლილებების აი ამ აქტიურ ფაზაში ეს არ შეიძლება რომ იყოს რაღაცა არაკოლექტიური პროცესი. რა შესაბამისად
რაც შეიძლება მეტად უნდა მოხდეს ამაში ჩართვა და ეხლა რისი თქმა მინდოდა სახელმწიფოს აი პოზიციაც ნათელი გახდა რომ იმ მომენტიდან როცა იმისთვის რომ პარტიას მიეღო შემოწირულობა და მე შერბილდა გარემოს დაცვის კომიტეტის და ასევე სამინისტროს რაღაცა მხრივ ოდნავ მაინც შერბილდა ზეწოლა ეგრევე დაივიწყა ამ ხალხმა გაწმენდა და პირიქით უფრო კიდე დარწმუნებული ვარ ეხა დაბინძურება გაცილებით გაზრდილია ამიტომ დედამიწის ქერქის გამოფიტვას მაგითიც შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ რომ თავად პროცესი გახდეს დემოკრატიული იმიტომ რომ ის რაც რეალურად არის კოლექტიური საკუთრება არ შეიძლება განსაკუთრებულად კლიმატური ცვლილებების ეპოქაში იმართებოდეს გარკვეული ცალკე კომპანიების მიერ, რომელსაც მხოლოდ ერთი ინტერესი აქვს, რომ დღეს მოვიპოვებ, ხვალ უკვე აღარ მაინტერესებს იქ რა მოხდება. ნუ აქაც ფაქტია, რომ ეს შემდეგ გამოიწვევს იმას, რომ ღვევა მოხდება, ტყუილა არ ვახსენე მარქსის, ასე ვთქვათ, ეს მეტაბოლიზაციის ღვევის საკითხი, როდესაც ფართოვდება, ასე ვთქვათ, მოპოვება, იცვლება კლიმატი, წყდება ჩვენს და ბუნებას შორის, ასე ვთქვათ, ეს რაღაც ეკონომიკური ჯაჭვი, რომელიც შემდეგ იქნება დამღუპველი ცივილიზაციისთვის, როგორც იყო დამღუპველი დაახლოებით გვიან ბრინჯაოს კოლაფსის დროს, როდესაც ერთის მხრივ ტექნოლოგიურად მოუმზადებელი და საზოგადოებრივი ფორმაციით მოუმზადებელი ცივილიზაციები შეხვდნენ კლიმატურ პირობებს მოუმზადებლად. მადლობა.